ზუსტად ხშირად უყენებდნენ ბრალს, რომ მას საქართველოს იზოლაციისკენ მიყავდა. რომ ის მდინარის საწინააღმდეგო ცურავითებზე იყო. მოდით ამაზეც ვილაპარაკოთ რა რაღაცა ბუშთან დაპირისპირების ეპიზოდზე განსაკუთრებით. გამსახურდია სწორედ დინების წინააღმდეგ მოცურავე ლიდერს რომ ეძახდნენ, კი ამაზე პასუხი გასცა დინებას მხოლოდ დარიცევზები ბუდას სიტყვები. ძალიან დიდი აჟიოტაჟია ხოლმე, როდესაც საუბრობთ რა საგარეო კურსი აირჩია ზვიად გამსახურდიამ, ამაზეც არსებობს ორი აზრი. ზვიად გამსახურდია რომ მედასავლეთე კაცი იყო, ეს ჩანს იქ ყველაფერი შემდეგი ნიუანსიდან. პირველი ის რომ მას დაამთავრა დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი. ფლობდა დაახლოებით 5 ფრანგული, ცოტა გერმანული, ინგლისური, დასავლური ენები და სპარსული. ხა იმაზე აღარ ვლაპარაკობ ბერძნულზე და ლათინურზე, ეს იყო საოცარი განათლების ადამიანი. ზვიად გამსახურდიამ თარგმნა ბოდლერი, თარგმნა ელიოტი, თარგმნა სენდბერგი, თარგმნა მასტერსი, თარგმნა დასავლური ლიტერატურა, დაწერილი აქვს უამრავი ესე დასავლურ ლიტერატურაზე. რითი უნდა შევაფასოთ, ხო? მისი ნაზრებით. ეს არის ყველა წიგნი იმისთვის დაწერილი, რომ დაფიქსირებულიყო ჩვენი იდენტობა, ჩვენი იდენტობა არის ევროპა. და ამას ასაბუთებს თავის წიგნებში. ვეფხისტყაოსანი არის ევროპული ტექსტი. რომ ევროპა რა არის ბოლოს და ბოლოს, ხო? ჩვენ ვიყავით კუთხე ქრისტიანობის, ნაწილი ქრისტიანობის. ამიტომ ეს ხო აბსურდია, რომ ზვიადს მედასავლეთეობა ხელიდან გამოვაცალოთ. მას ჰქონდა უმჭიდროვესი კონტაქტი დასავლელ სენატორ, ამერიკელ სენატორებთან, დასავლეთთან იყო მისი წარმომადგენლები ევროპაში მუდმივად და ამ საქმის აი მედია თუშმარიშვილის თოროდის მე მოიწევთ თქვენ გადაცემაში ძალიან კარგად მოყვება ამას, იმიტომ რომ ის უძღვებოდა საგარეო კურსს და პირველი ზარი იყო თორცები შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო ზარების პირველი ზარი იყო. მინახავს ეს კარგი. ძალიან კურატორობდა ამას რიჩარდ პაივსი, ამასთან ძალიან დიდი ურთიერთობა ჰქონდა ზვიადს, ყავდა თავისი მეგობრები, დისიდენტები, ყოფილი ამერიკაში იყვნენ წასული რუსეთიდან ძალიან დიდი ქსელი ნაცნობობის და ევროპაში განსაკუთრებით თვითონაც ჩასული იყო ხო ავსტრიაში იყო ფინეთში იყო პრეზიდენტობის დროს და რუსეთის პრეზიდენტს ყვება ყველა ეს ხომ არ არის ის ნიშანი რომ ყველა ავსტივ რა შეხვდა ის კაცი რუსეთის პრეზიდენტს ხო ყველა ხვდება ყველა ცდილობს და ყველა გამოდის იქიდან დამარცხებული უბრალოდ ვერც ერთმა ჭკუა ვერ ისწავლა რომ რუსეთთან მოლაპარაკება არის შეუძლებელი რაც ბალტიისპირეთმა გააკეთა ჩაჭრა ხაზები და მოიგეს კიდეც ისტორია ასევე ზვიად გამსახურდეს აბრალებდნენ რომ ის არის შოვინისტი და ის ამბობს რომ ქართველი ერი არის ესე იგი აქ სამ ქვეყანაში წამყვანი რომ საქართველოს ქართველებისთვის ეს საქართველოს ქართველების წერია გია ჭანტურიას წიგნში გია ჭანტურიამ თქვა ზვიად გამსახურდიამ კი არა მეტი არსად არ არის ზვიად გამსახურდია გამოვიდა და თქვა რომ საქართველოს არის ქართველების ქვეყანა მაგრამ ყველა იმ ადამიანის სახელმწიფო რომელიც აქ ცხოვრობს აი ეს თქვა გამსახურდიამ და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ეს ვილსონის ზვიადის აი ხო ჯო ვილსონი იცნობთ მაშინ ვიცოდით ზვიადის ხო ზვია მაშინ მაგ ჯო ვილსონი მან პირველმა მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობა როდესაც ეს არჩევნები ჯონსონი ძველი მეგობართან კიდე მოვედით კიდე ისინი მეგობართან სულ ვიტრიალებს ჩვენ და ის კონგრესმენები რომლებიც აქ უნდა ჩამოსულიყვნენ და ენახათ საქართველოში ახალი დემოკრატია აი იმ დღეს მოაწყო გია ჭანტურიამ და მისმა ბანდამ იქ მიტინგი მოაწყეს ინსცენირება თუ ვიღაცა მისროლა ვითომ პოლიციამ ვითომ პარალელურად პოლიციის არ უსროლი ეს არის ტყუილი და ვითომ ჭანტურია დაიჭრა რომ ყველას დასავლეთს დაენახა რომ საქართველოში არის ვიაც ეძახდნენ ფაშისტს ხო ეს დემოკრატიულად არჩეული ლიდერი არის ავტოკრატი ხო ხო პროვინციელ ფაშიზმს ეხლა ვიაც ამ პროვინციელებს და ამ ფაშიზმის და რომელიც ნიშნები ქონდა მაინც საინტერესოა და ამას ეძახდნენ ვინ მართლა ფაშისტები და პროვინციელები აი ამ დღეს რამდენი მართლა ძალიან ბევრი პარალელია და ესენი ისეთი ამბავი ქნეს რომ ეს კონგრესმენებს ენახათ რომ როგორ არის აქ დემოკრატია ჩიხში შესული გამსახურდიას ხელში წერილზე ვაგზავნიდით
ვატანდით ხოლმე დოდონა კისერიას.